გრძელდება ჩვენი მოგზაურობა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებული არაერთი სოფელია. დღეს კვლავ სოფელ ახალ დიოკნისში ვიმყოფებით, სოფელში, რომელიც 1999 წელს ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოსახლებულმა მოსახლეობამ დააარსა. დღეს აქ ძირითადად დიოკნისის თემის სოფლებიდან ჩამოსული ოჯახების შთამომავლები ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ წინაპრებისგან მიღებული აჭარული ტრადიციები, ცხოვრების წესი და შრომის მოყვარეობა. ძალიან დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, როგორც აჭარის ტელევიზია, ჩვენი სოფლის გაზიარებისთვის, ჩვენი ყოფა ცხოვრების გაზიარებისთვის და მოგიყვებით ახლა როგორ დაარსდა ეს სოფელი. როგორ გადმოგვასახლეს. ანუ მოხდა ემიგრაცია, შეიქმნა, აი მაშინ საბჭოები იყო, საბჭოებში ჩამოყალიბდა სია და ვინც გასარიგი იყო, ვინც მოხდა სტიქიაში, მოვხდით აქ, როგორც ეროზიით. როდესაც ჩამოვედით 99 წელი იყო მაშინ, ძალიან დიდი გაჭირვება, აუთვისებელი მიწები, საერთოდ აქ არაფერი არ იდგა, ერთი ხეც არ დგარა, როგორც თქვეს. მაგრამ როდესაც დავიწყეთ ცხოვრება, კარგად გესმით ჩვენი საქმიანობა, ჩვენი შრომელი ხელი, თანდათანობით, სახლებიც არ იყო რა, მოუწყობელი სინკარებით აშენებული, გადაუხურელი სახლები. ცოტ-ცოტა ჩვენი სახსრებით გადაიხურა ეს სახლები, ასე თუ ისე შეკეთდა და დავიწყეთ ცხოვრება ნელა-ნელა. ძალიან გაჭირვებული წლები იყო. ეხლა ძალიან სიგრილია ეხლა, რატომ არ ვიცი, იმიტომ რომ ალბათ ბაღში ჩაიფლა ეს სოფელი და მაშინ ძალიან ცხელო და გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. არ გქონდა წყალი, სასმელი, სახმარი წყალი არ გქონდა, რაც პირველ რიგში საჭიროებას წარმოადგენს ცხოვრებისთვის. ვეზიდებოდი აი მეზობელ სოფლიდან. ისიც საღამოთი დაველოდებოდით ჩვენს ავტობუსს და ძღოლის ხელშეწყობით გამოვიტანდით 1-2 ბიდონით წყალს და ძალიან გაჭირვებულად უნდა გვეხმარა ასე თუ ისე. შემდეგ მოგვიყვანა მთავრობამ აი მილით აი ქალაქიდან წყალი, შემდეგ კიდე ბაშნით აგერ ამოიღეს და ასე თუ ისე შეგვიმსუბუქდა ამის მხრივ. ძალიან კარგი მეზობლობა გვაქვს, ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ანუ აჭარლები ვართ. ახალი დიოკნისი ჩვენი სოფლის სახელი, აი ჩემი მშობლიური სოფლიდან წარმონაქმნია. და ძალიან გვიყვარს და აი ეს გვასულდგმულებს და აღარ გვაფიქრებს სიშორეს. ჩავდივართ ხოლმე ქორწილებში, დღესასწაულებში, ჩვენი წესი, ადათი, ყველაფერი შენარჩუნებული გვაქვს. ეს სოფელი გამორჩეული იმით არის, რომ როდესაც ადამიანი მშრომელია, ყველაფერში მოწინავე ხდება სოფელიც და ზოგადად საზოგადოება და მით უმეტეს რაიონთან ახლოს ვართ. ბედნიერი ვართ, კი, მე ბათუმშიც გვაქვს შენაძენი სახლი, კორპუსში, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ დავთმობ ამ ადგილს. ჩვენ სოფელი ძირითადად ესაზღვრება ორჯონი საიმერლო, სოფელი საიმერლო და სოფელი წერეთელი, სოფელი თამარისი. აღნიშნულ სოფლებში არიან ძალიან კარგი ადამიანები, მეგობრული ადამიანები, იმის გათვალისწინებით, რომ იმ გაჭირვებულ 90-იან წლებში უდიდესი დახმარება გაუწია ჩვენს მოსახლეობას ამ სოფლების მაცხოვრებლებმა. დღესაც რა თქმა უნდა გვყავს მეგობრები აღნიშნულ სოფლებში, არის მისვლა-მოსვლა, ახალი წელი, დაბადების დღის მილოცვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დიოკნისში შეძლების და გვარად სიშორე არის პრობლემა, შორს არის, ხარჯებთან არის დაკავშირებული. უმეტესობა, რა თქმა უნდა, ჩადის ძირითადად დღესასწაულებზე. ეს იქნება შუამთობა, ეს იქნება ქორწილი და ასე შემდეგ. ვინც აქ ცხოვრობს, ძირითადი მიმართულება არის ახლა რო ვთქვათ, მეცხოველეობა და არის კიდე მეხილეობა რა, რო ვთქვათ, კურკოვნები და ეს ალუჩა და ბარი ასეთ რაღაცებს აწარმოებენ, მეცხოველეობა, რითაც რომ ეს სოფელი ამჟამად მოვიდა აქამდე და აი სოფლის მოსახლეობა ამ წუთში უფრო მეტი დასაქმებული არიან რაიონში, თბილისშიც, ქალაქშიც, უფრო მეტი მუშაობს ტექნიკაზე, მანქანაზე, კრანებზე, ასე რომ სოფელი მართლაც რომ განვითარდა
და ვინც აქ ცხოვრობს, არავინ არ არის უკმაყოფილო, პირიქით კმაყოფილია, რომ აი ასეთ ადგილას მოხდა ის ადამიანი და ცხოვრობს და ეგ არის რომ თვითონ მისადგომად, მოსავლიანად, რაიონთან, დედაქალაქთან გასაღება გინდა თუ მუშაობა გინდა რაღაცა არის ძალიან ხელსაყრელი პირობები, რომ ის ცხოვრობს ადამიანმა ნამდვილად. და ამიტომ მიყვარს და ყველას უყვარს ეს ჩვენი სოფელი. როგორც წინა გადაცემაში მოგიყევით, ახალ დიოკლისში სოფლის მეურნეობა განსაკუთრებულად კარგად არის განვითარებული. ამის მთავარი მიზეზი აქ მცხოვრები ადამიანების დაუღალავი შრომა და საქმისადმი პასუხისმგებლობაა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, ადგილობრივები კვლავ ერთგულად ინარჩუნებენ ძველ ტრადიციებსა და საქმიანობის მეთოდებს. წინაპრების საქმის ერთ-ერთი ღირსეული გამგრძელებელია ბატონი რამაზ საგინაძე, რომელიც სოფელში ცნობილი მეწისქვილია. მის წისქვილს ყოველდღიურად სტუმრობენ როგორც ახალი დიოკლისის, ისე მეზობელი სოფლების მცხოვრებლებიც, რადგან ტრადიციული მეთოდით დაფქულ ქვილს განსაკუთრებული ხარისხი და გემო აქვს. გამარჯობა. გამარჯობა, მოგზანდი. როგორ ძანდებით? არა მისავს. რას აკეთებ, აქ რა ხდება? პატარა წისქვილი, ოჯახის წისქვილი მაქვს, ვიმსახურები ხალხს. უი, რა კარგია. აი, სოფელში გაქვთ წისქვილიც. კი ბატონო. როდის გააკეთეთ ეს წისქვილი? ეს გაკეთებულია 1997-ში. ასე იგი ჩამოსახლებიდან 7 წლის მერე. 99-ში ჩამოვიდა. და იმის მერე ვემსახურები, ჯერ შულავერში ვემსახურებოდი, ახლა აქ ვარ და მეზობელ სოფლებიდანაც მოაქვს, რა თქმა უნდა, სოფელსაც ვემსახურები მთლიანად. თბილისიდან დაჟეკაცი ატარებს და აქ მაფქვევინებს. თეთრი წყაროდან. შულავერი გინდა, იქეთ ყოლარის დასახლება, კორტოხის. ესე იგი, მეზობელი სოფლებიდანაც და დედაქალაქიდანაც დედაქალაქიდანაც დაჟეკაცი არის, ზიდავს მიაქვს. ეს საკმაოდ ისეთი შენობაა, როგორც ვიცი, როცა ჩამასახლდნენ, ასეთ სახლებში, ამ პატარა სახლებში ცხოვრობდნენ, ხო? თუ როგორ იყო? ჩვენ რო ჩამოვსახლეთ შულავერში, ბინებში ჩამოგვასახლეს. კი. 5 სართულიანი ბინები იყო ახალი გაკეთებული. მატყლის ქარხანა იყო იქ მუშებისთვის და ჩვენ გადმოგწეს ის. 10 წელი იქ ვიმყოფებოდი. და ეს შენობა სად იპოვეთ? რატომ გააკეთეთ აქ? ეს ვიყიდე, აქ სამხედროებიდან. ვიყიდე, დავდგი წისქვილიში. მომსახურებოდი ხალხს. ის სოფლიდან ხო არ წამოიღეთ დიოკლისიდან? წისქვილი? ქვები მაქვს იქედან ჩამოტანილი. ანუ ხულოდან ჩამოიღეთ, ბოძაურიდან. სოფელ ბოძაურიდან იკაკეთებდა კაცი. დღეს აღარ ალიღო. მე თვანათელი მიცეს იქ. ნაცისავი კაცი იყო და დანარჩენი აქ ჩემი ხელით გავაკეთე მეკვით. რას ფიქრობთ, რატომ არის აუცილებელი წისქვილი სოფელში? ეხლა რა გითხრათ, პურია, მაგრამ ჭადსაც პურის ადგილი უკავია. ჭადზე გაძილი ვარ ჩვენ აჭარის ხალხი საერთოდ, ძალიან გვიყვარს. ყველთან, მაწონთან, ყველანაირად კარგია. მარაგაცაც ხმარობენ მაგას. ყველაფერში ხმარობენ. აგერ მეზობელ სოფლიდან მაგალითად ღომს რო აკეთებენ, ღომსაც უფოავ. ჭადსაც ხოვენ, ჭამენ, ზეთში იმაშობია, რა ვიცი. ძალიან კარგი. ყველანაირად კარგია. მე დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს მოემსახურებით თქვენ სოფელს. ვერთმა იცის რამე ხან შეიძლება ხვალე არც ვიყოთ, მაგრამ არა, რას ამბობთ? ვერთმა ყველას დიდი დღე მოგწეს და რატო არ მეემსახურები? შეიძლება მექნება კი ბატონო, ჩემი თავი ინარჩუნოს ყველა. ყოველდღიურად ღიაა თქვენი წისქვილი. ყოველდღე ახლა ზაფხულობით მაინც და მაინც არა, მაგრამ შემოდგომა როცა დადგება, გაზაფხულამდე ყოველდღე მოდის და მიდის. მადლობას გადაგიხდით, რომ ემსახურებით სოფელს, წარმატებას გისურვებთ. მოვძანდით, ვნახეთ, გამოგვიარეთ, დაგვაფასეთ. ვერთმა სულ დაფასებული დამყოფნო ყველა. გაიხარეთ, წარმატებები აქვს. მიცოცხლე, გაიხარე, მადლობა დიდი.
მე ახლა უნდა გაგეცნოთ ქალბატონი, რომელმაც სოფელ ახალდიოკნისში ერთ-ერთმა პირველმა გაბედა და ფერმერული საქმიანობა დაიწყო. ქალბატონ მარინა იაკობაძეს დღეს აქ რამდენიმე სათბური აქვს და მისი საქმიანობა სოფელში მცხოვრები ქალბატონების мотиваციის წყაროა. მარი, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, ხე როგორ? გაიხარეთ. როგორც ყოველთვის ჩვეულ ფუსფუში და შრომაში ხარ. ამის გარეშე არ გამოვა არაფერი. აბა გვიამბეთ, დროს ბევრს არ წაგართმევთ, უბრალოდ გვაინტერესებს, როდის დაიწყეთ ეს ფერმერული საქმიანობა, როდის გააკეთეთ ეს სათბური და ამჟამად რამდენი სათბური გაქვთ? სასათბურე მეურნეობა 2015 წელს გავაკეთე, აწარმოე საქართველოში დაფინანსებით მოვიგე. და მე გავაფართოვე ეს ჩემი მეურნეობა, მაქვს ამჟამად 2000 კვადრატულზე გაშენებული. მომყავს ჩითილები. სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილები, ასევე ჩემი გამოზრდილი ჩითილები არის ეს კიდრებით ვგავდა. შესანიშნავი. და ესე იგი წლებია ეწევით ამ საქმიანობას. კი, უკვე 12 წელია. ვინ გეხმარებათ? ოჯახი. რა არის საჭირო რომ გააკეთო სათბური? რა რჩევებს მისცემთ? რიგში უნდა გიყვარდეს ის საქმე, რაც გინდა, რომ აკეთო. აი ბავშვობიდან მიზიდავდა მე ეს მიწასთან ურთიერთობა და რაღაცა მცენარეების გამოზრდა და სულ მქონდა ყვავილებს ზრდიდი. ანუ მაინტერესებდა რა, რაღაცა თითქოს ახალს ვეძებდი, მაგრამ ბოლოს ამაზე შევჩერდი მაინც. შენით ისწავლე ეს ყველაფერი თუ სადმე ტრენინგები გაიარე? კი, ტრენინგებზეც დავდიოდი რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა თავისით მოდიოდა ეს ცოდნაც. ინტერესი როცა არის, ფიქრობ, ეს არ გამოვიდა, მე ისევცა და ისე უკეთესი გამოვიდა და ნელ-ნელა მივყვებით და რა ვიცი, ვსწავლობთ ჯერ კიდე სწავლების პროცესში ვართ. სად აბარებთ? ბაზარი სად არის თქვენი? მოდიან და იბარებენ თუ? ადგილზე მოდიან და წააქვთ. ეხლა დრო არ გვაქვს ჩვენ იმისი, რომ ჩვენ თვითონ გავიტანოთ ბაზარზე და გავყიდოთ. ამის გარდა ალუჩების ბაღიც გვაქვს, ეხლა აქტიური სეზონია, მაგისაც იკრიფება და ბოლოს გითხარი, რა რჩევას მისცემთ ფერმერ ქალბატონებს, როგორ უნდა დაიწყონ ყველაფერი, რისი არ უნდა შეეშინდეთ და რა არის მნიშვნელოვანი ამ საქმიანობაში? პირველ რიგში თავდაჯერებული უნდა იყოს შენი საქმის, გამოწვევების არ უნდა შეგეშინდეს. ყოველდღიურად რომ გაიღვიძებ შენი შექმნილი ხელით რაც არის შენი გაკეთებული, უნდა გსიამოვნებდეს იქ მისვლა და გაკეთება იმ საქმის, რაც შენ თვითონ შექმენი. და თუ დაგეზარა ერთი დღე, всё, ჩათვალე, ფიქრობ არაფერი აღარ გამოვა იქ. არც ერთი დღე არ უნდა მოდუნდე. არ უნდა მოდუნდეთ, არ უნდა შეგეზაროთ და რაც მთავარია, მუდამ უნდა იყოთ ძიების პროცესში. ეხლა აღარ მოგაცდენ. უბრალოდ თქვენს ერთ-ორ გემრიელ კიტრს თან გავიყოლებ საგზლად დაუკრიფა და გავუზიარებ მეგრე ჩემს მეგობრებს, ჩემს შთაბეჭდილებებს, წარმატებას გისურვებთ, უფრო გაფართოვებას და რა ვიცი, თქვენი კარგი მუდამ გაგვახარებს. გაიხარეთ, მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის. ოთარ ძირკვაძე სოფელ ახალდიოკნისში გამორჩეული მევენახეა. ის ვენახს 2015 წლიდან უვლის და ორი სახეობის ყურძენს ახარებს. როგორც გვიამბეს, ბატონი ოთარი ყოველწლიურად 1 ტონამდე ყურძენს კრებს. გამარჯობათ, ბატონი ოთარ. გამარჯობათ. როგორ ძანდები? კარგად, მადლობა, თავად როგორ ხართ? ძალიან კარგად. რა შურებით როგორ ხართ? შრომობ. რას აკეთებთ ამჟამად? ამჟამად გაფუჩქნას ვუკეთებთ, ზედმეტ ფოთლებს იმას ვაცვლით, გამონაზარდებს, რომ ტევანს დააძალოს და გაიზარდოს ტევანი სრულად და ჯამთელად. როგორც ვიცი 2015 წლიდან დაიწყე მევენახეობა. რამ გადაგაწყვეტინათ? ვინმე იყო ვინც დაუშვათ ოჯახში აკეთებდა ამ საქმიანობით იყო დაკავებული თუ თქვენ წინაპრების
ალბათ წინაპრების სისხლმა იჩქეფა ჩემში და გადავწყვიტე რომ გამიშენებინა ვაზი. რითაც დიდ სიამოვნებას ვღებულობ რა ნახდათ. სასიამოვნოა ყოველ დილით რო გაივლი და რაღაც ერთ ფოთოლს მაინც შეალამაზებ. კარგია ეს ყველაფერი. თქვენ საიდან ჩამოხვედით სოფელ სოფელ ახალდიოკნისში? დიოკნისიდან ჩამოვედით 99 წლიდან აქ ვართ. იქ უფრო კარგი რელიეფია ვენახისთვის თუ აქ? ვენახისთვის ეხა ეს უფრო კარგი რელიეფია, უფრო მოსავლიანი მეტია. როგორც ვიცი, ორი სახეობის ორი სახეობის. აბა რა სახეობის? კაცთელი მაქვს, სუფთარ კაცთელი და საფერავი მაქვს. ჯერჯერობით ორი და მე მინდა რომ უფრო გავავრცელო და უფრო ფართო მასშტაბებზე გავხვიდეთ და რაღაც ისეთი პატარა მარანიც მინდა რომ გავაკეთო. აუცილებლად, კი. ღვინო როგორიაო, რას ამბობენ მეზობლები? კარგია, კარგი. ჯერჯერობით კარგი. კი. არ უჩი. კეიფისთვის ყოფით და შემდეგ უკვე შემდეგ ცოტა გვინდა რომ გავაფართოვოთ უფრო. რა თქმა უნდა, კარგია, როცა მევენახეობას იწყებ, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი შრომა და ცოდნა ჭირდება. თქვენ ვინმე დაგეხმარათ თუ თქვენით დაიწყეთ, სადმე ისწავლეთ? ჩემით დავიწყე თან, დავდივარ კახეთში, უყურებ აი ფერმერებთან გავდივარ კონსულტაციებს. როგორ არის ჩემი თვალით ახან მივდივარ ისე რომ თან ვეხმარები, თან გამოცდილებას ვღებულობ და ესე ჩემით ავითვისე ყველაფერი. ანუ სხვა მევენახეების მაგალითზე ვსწავლობ, კი. ვინ გეხმარებათ ვაზის მოვლაში? მე უღლე და ოჯახის წევრები ძირითადად, მაინც ჩემზეა, მაგრამ რაღაც ისეთი რამე რო არის, ვიხმარიებ ხოლმე რა იმათ. სამომავლოდ რა გეგმა გაქვთ? სამომავლოდ რავი, მინდა რომ პატარა მარანი გავაკეთო, რაღაცა უფრო გავაფართოვო, უფრო ფართო მასშტაბი მივცე. ვფიქრობ, რომ ერთი ამდენი კიდე უნდა დავუმატო გვერდზე და სხვადასხვა ჯიშები მინდა რომ შემოვიტანო რა. აუცილებლად გამოგივართ მე მჯერა. მთავარი არის მონდომება და შრომა. კი. ეხლა ვემზადებით შემოდგომისთვის. კი, ვემზადებით შემოდგომისთვის. ეხლა ჭირდება შვილივით მოვლა ყოველდღიურად. კი. უნდა გაიარო და შეალამაზო, თორე მე შეიძლება გაგიბრაზდეს. რა თქმა უნდა, ეგრეა. მოვლა ყველას გვჭირდება. წარმატებას გისურვებთ, აბა აღარ მოგაცდენთ. პირველ რიგში მინდა რომ შემოდგომაზე კარგი მოსავალი გქონდეთ და თქვენ ისეთი მშრომელი ადამიანი ხართ, რომ ვიცი კიდევ ბევრს მიაღწევთ. გაიხარეთ, მადლობა. აბა კარგად ვწენდებოდეთ. გამოცდილ და შრომის მოყვარე ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ დროა სოფლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია გავიცნოთ. აჭარული სამზარეულო. ახალი დიოკნისის დიასახლისები იმავე სიყვარულითა და ოსტატობით ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, როგორც ოდესღაც ხულოს მთიან სოფლებში ამზადებდნენ. მათთვის ეს მხოლოდ კულინარია არ არის. ეს წინაპრებისგან გადმოცემული კულტურისა და ოჯახის ტრადიციების შენარჩუნების გზაა. ვიმყოფებით მარნეულში სოფელ ახალ დიოკნისში და დადგა დრო რომ მოამზადოთ ამ სოფლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი, რომლის მომზადებაში დღეს ჩვენ ქალბატონი ლამარა დაგვეხმარება, ან კიდევ პირიქით ჩვენ დავეხმარებით მას, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტი უნდა გაგვიზიაროს და ის ახლა თავად გვეტყვის თუ რა უნდა მოვამზადოთ. ქალბატონ ლამარა გითხარით პირველ რიგში გამარჯობა და გითხარით რა უნდა მოვამზადოთ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მე დღეს მოგიმზადებთ თქვენ ძალიან გემრიელ კერძს, გემრიელ მჭადს, იაღლი ჭადს. ეს არის ინგრედიენტი, ჩემო კარგო, 1 კილოგრამი ჭადის ფქვილია, მარილი ცოტა, შეიძლება ზოგს მარილი არ უყვარდეს, მაგრამ ამ ჭადს აუცილებლად სჭირდება ცოტა ზედმეტად. აი, ცოტა უნდა კმენდეს რა, მარილი რომ გამოვიდეს ძალიან გემრიელი მჭადი. ინგრედიენტი არის. კიდევ რომ ვუთხრათ მაყურებელს, არის ფიქრობ რომ მხოლოდ მჭადით გავუმასწრებთ. არა, როგორ გეკადრება. როცა გემრიელი იაღლი ჭადს მე თქვენ გამოგიცხობ და მიერთმევთ, მარტო ხომ იაღლი ჭადს არ მიერთმევთ. უნდა დავამატო უგემრიელესი კერძი, ნაღბი ბორა. რომელიც მართლაც ძალიან გემრიელია. სიტყვაზე მენდეთ, მე ხულოშიც ძალიან ბევრჯერ მაქვს გასინჯული და დარწმუნებული ვარ, მარნეულშიც უგემრიელესი რეცეპტი გაქვთ წამოღებული იქიდან, ასე რომ შემოდგეთ ჩვენ საქმიანობას. კი ბატონო. როცა დედა, ბებია, დედამთილი იაღლი ჭადს ამზადებდა, იცი რა სიტყოდა დედამთილი? იაღლი ჭადი რომ გემრიელი გამოვიდესო,
აი 3-4 დღის გამოხდილი უნდა ყოფილიყო სმეტანა. იცი რატომ? ძალიან ტკბილი არ უნდა ყოფილიყო, რომ ეს იაღლიჭადი უფრო გამოსულიყო ძალიან კარგი. ესე იგი, კაიმაღის და მაწონის კი, ბატონო, კომბინაცია. კი, ბატონო. გემრიელი იმიტომ რომ სმეტანა ძალიან ტკბილია. ხო და ეს დავამატე ცოტა მაწონი. აბა ვნახოთ ახლა. გემრიელი იაღლიჭაც მივირწმევთ. კი, ბატონო, კი, ბატონო. ეს აი რაც არის დაიმატებს ამას და დავამატოთ სმეტანა. აი, კიდე ცოტას აი ესეთი რომ მოვიდეს რა. დამიმატეთ. კარგი. კი, ბატონო. ეს არის ზოგი გამდნარი. სულ სმეტანით ზემს, მაგრამ არ მენანება ნამდვილად სმეტანა, მაგრამ მე ასე მომწონს. არ ვიცი. ქალბატონო ლამარა, აბა თქვენ გითხარით, სად დაიბადეთ, გაიზარდეთ და როდის ჩამოხვედით საცხოვრებლად სოფელ ახალ დიოკლეთში? კი ბატონო, მე დავიბადე ხულოს რაიონში, სოფელ საციხურში. აი 3-4 წლის მგონი ჩავსახლდით დასავლეთში გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელი მთისპირი, даже ზედმეტ სახელად ეძახიან უკანავას, საშუალო განათლება უკანავა სოფელს. კი რა ეძახიან არ ვიცი, ჩვენთან არის თამარ მეფის ციხე. დიახ, ჩვენ ვართ სხვათა შორის ამ თამარ მეფის ციხეზე, ასე ვთქვათ, ასულები და გაჟაღებული გვაქვს, საოცარი ადგილია, სოფელი მთისპირი და მოვიკითხავთ აქედან მთისპირელებს. მეც მოვიკითხავ ჩემს გურიას, ჩემს გურულებს. იქ გავიზარდე და მიყვარს ჩემი გურია და მიყვარს ჩემი გურულები. რასაკვირველია. მართლა ძალიან კარგი ხალხია. და შემდეგ გათხოვდით? კი ბატონო, დავამთავრე საშუალო სკოლა სოფელ მთისპირში. გავთხოვდი ხულოს რაიონში სოფელ მანიაკეთში, საგინაძეების ოჯახში. ვიცხოვრე 7 წელი. მერე წამოვედით მარნეულის რაიონში. ცხოვრობ 37 წელია. აი ნამდვილად, აი მაგას დავიტრაბახებ და ვიტყვი, რომ აი ამდენი ჩამოსახლებული აჭარლები ხო ვართ ეს ეკოემიგრანტები. აი მე არ ვიცი, მე მგონია რომ ყველაზე კარგები აქ არიან. ყველაზე მაგარი სოფელია, ყველაზე გამორჩეული სოფელია. ნუ არ ვიცი, ჩვენ ისე შეგვიყვარდათ ერთი მეორე, ისეთი თანადგომა გაუწიოთ ერთი მეორეს, რომ ვისაც უჭირდა იმას ვეხმარებოდით. ჩვენც ხო გვიჭირდა, ჩვენც ვიღაცა გვეხმარებოდა. და რა ვიცი, აბა კმაყოფილი ვარ სხვათა შორის აი აქ ცხოვრებით და ახლა მაშინ ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ. ძალიან ბევრი. იმიტომ რომ ჩამოვედით ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. იმდენად გამიკვირდა, ღამეში ძილი არ მქონდა, რომ ვაიმე 24 წლის ასაკში 3 შვილით. გოგო მყავდა 6 თვის. პირველი შვილი ბიჭი იყო 6 წლის, მეორე 5 წლის. 3 შვილით ჩამოვედი. და ვფიქრობდი, რომ დღე-ღამეს აი სულ ვასწორებდი, რომ რა უნდა გამეკეთებინა. რითი უნდა მერჩინე ეს ოჯახი, რითი უნდა გვეცხოვრა, მაგრამ მადლობა ღმერთს. ქმარიც მუშაობდა, მე შვილები წამომეზარდა და რა ვიცი. შეძელით ყველაფერი. შევძელით ყველაფერი. ბორაც მივუდგათ გვერდით, რომელიც ასევე უგემრიელესი გამოგვივიდა და რომელსაც უნდა იყოს. ახლა დავაგემოვნებ და გეტყვით თუ როგორია. კარგი, გემრიელად მიერთვით. მე მგონი გამოვიდა უგემრიელესი. აი. ეს არის უგემრიელესი ნაღბი ბორა, ნამდვილი. აი, მართლა გამოვიდა. ამას რა თქმა უნდა დავუმატებ მჭადს. ეს არის იაღლი ჭადი, უგემრიელესი, რომელიც სულ კაიმაღით არის მოზელილი და მართლა მაგარი გამომცხვარი. აი, მეგობრებო, რომ ნახოთ, როგორი გემრიელი გამოვიდა. ამას რა თქმა უნდა ესე ავურევ ერთმანეთში და დავაგემოვნებ. ძალიან მაგარი და გამოვიდეს. ჩემი აზრით. ძალიან გემრიელია, არაფერი არ აკლია.
გემრიელისია მართლა. აი ასე გემრიელად მოვამზადეთ დღეს სოფელ ახალ დიოკნისში ნაღბიბორა და იაღლი მჭადი, რომელიც ქალბატონმა ლამარამ მოგვიმზადა. თუ თქვენ მოგინდებათ ტრადიციული გემრიელი აჭარული კერძების დაგემოვნება, გახსოვდეთ, რომ თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალგზაზე მარნეულში, სოფელ ახალ დიოკნისში ეს უძვირფასესი ოჯახი თქვენს მოლოდინშია. სოფელ ახალ დიოკნისის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის სამება 2 წლის წინ დაარსდა. ანსამბლის წევრები ტრადიციულ ქართულ ცეკვებს სწავლობენ. მიუხედავად დაწყებული არდადეგებისა, ბავშვებმა მაინც გადაწყვიტეს ჩვენთვის შეკრებილიყვნენ და შეესრულებინათ მათი საყვარელი ცეკვა. მე მათ სიამოვნებით გაგაცნობთ და რა თქმა უნდა, შემდეგ ერთად ვნახავთ ულამაზეს ქართულ ცეკვას. მოგესალმებით ბავშვებო. მოგესალმებით. როგორ ხართ? ძალიან კარგად. გაიხარეთ, მეც ძალიან კარგად ვარ, რადგან ძალიან მომეწონა თქვენი სოფელი და ასევე მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი და კარგი ბავშვი ცხოვრობს სოფელ ახალ დიოკნისში. აბა გითხარი, რამდენი ხანია რაც ცეკვავ და ძირითადად რას სწავლობთ, რამდენ ხანს ატარებთ რეპეტიციებზე? მე პირადად 2 წელი რაც დავდივარ ცეკვაზე. ვსწავლობთ ძალიან სულ ახალ ცეკვებს ვსწავლობთ. კვირაში გვაქვს 2 ჯერ. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ცეკვა არის ყველაზე კარგი გამტვირთვა, სადაც ბევრს ვშრომობ და ასევე ბევრს ვსწავლობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი შედეგი გექნება, იმიტომ რომ ყველაფერი არის მონდომება და შრომა. აი, თქვენი საყვარელი ცეკვა რომელია, აბა? აჭარული. აჭარული. აი, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ დღეს ბავშვები შეგვისრულებენ ულამაზეს აჭარულს და მოდი, აღარ დაგაყოვნებთ, აბა გვაჩვენეთ, როგორ ცეკვავთ სოფელ ახალ დიოკნისში. ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა სოფელ ახალ დიოკნისში, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. გავიცანით აჭარელი ეკომიგრანტები, გავიგეთ მათი ისტორიები და რაც მთავარია, ვნახეთ, რომ მიუხედავად სიშორისა, ეს ადამიანები
არ კარგავენ წინაპრების ტრადიციებს. მოკლედ, თუ თქვენ მოგინდებათ ამ სოფელში მოგზაურობა, გახსოვდეთ, რომ თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ გზაზე ულამაზესი სოფელი ახალი დიოკნისი თქვენს მოლოდინშია.